ახმეტის მუნიციპალიტეტში ილტოს სათავე ნაგებობის გადასასვლელი ხიდის მშენებლობა იწყება. არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანი დაზიანების გამო მისი აღდგენა მიზანშეწონილი არ არის, რის გამოც პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხიდის დემონტაჟი და ახლის მოწყობა. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. აღნიშნული რეგიონი წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ერთ-ერთ ძირეულ და მნიშვნელოვან რეგიონს. სწორედ ამიტომ მე როდესაც აქვს კახეთის რეგიონში ბევრი პროექტი წელს გასახორციელებული და დაგეგმილი, ამჟამად ვიმყოფებით ერთ-ერთ ობიექტზე, რომელიც წარმოადგენს ილტოს სათავე ნაგებობას, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაწყვეტილია სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და სათავე ნაგებობათან ხიდის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ამ ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებს ძირითადად ხიდის შუალედი და განაპირა ბურჯების რეკონსტრუქციას, გამაგრებას და სავალი ნაწილის მთლიანად შეცვლას.